რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო, ციტატა, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. ელჩის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, რათა დავლაპარაკებოდეს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისათვის. მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შეხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილი იგულისხმება ცხადია. და ძალიან მკაფიო წარუდგინე 2 თუ 3 ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც ქართული ოცნება ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას. 3 დღის შემდეგ და ხას უსვამ ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ. ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც გულწრფელად გეტყვით იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად იმეორებს ელჩი დანიგანი. ამიტომ დაგჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისათვის. ამასობაში სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. მაგრამ მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან უარი თქვა. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა. რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისთვის, ელჩმა განაცხადა შემდეგი. ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა მიცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ რასაც ის ითხოვს, ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია, განაცხადა ელჩმა. როგორც ელჩმა განმარტა, ერთ-ერთი პირველი რამ უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ხომ გესმით ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ისეთი რაღაცეების თქმა, რაც არ არის სიმართლე? ქართული ოცნება ამბობს უამრავ რამეს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც არ არის სიმართლე. რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას, არ არის სიმართლე. რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას, არ არის სიმართლე. რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე, არ არის სიმართლე. რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია, არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა. განაცხადა ამ ჩემი აზრით მართლაც სკანდალურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნინო გელაშვილის სრული ინტერვიუ ამერიკის ელჩთან ხვალ 7 ივლისს გამოქვეყნდება. ელჩი დანიგანი მიმდინარე თვეში ივლისში დატოვებს საქართველოს.